ოხანაშვილს, დინარაძეს, კობახიძეს ბოდიში უნდა ვთქვა, ძალიან მწუხვარ, მაგრამ მიწევს რომ თქვა. თავისნაირი ქვეშაფსია და პროჭები გონია ყველა. ლაშა ცანავას, ჩემს მეგობარს, ადამიანი, რომელიც ჩემს უსაფრთხოებას იცავდა და სადაც იყო ჩემი შუბლი და კისერი, იქ იყო მაგის მუშტი. ტიტუშკების თავდასხმა, ქვების სროლა, ვიღაცის მოგზავნა, კვერცხის სროლა, ქვის სროლა, ჩემს გვერდში იყო ყოველთვის ჩემი ძმაკაცი, ჩემი მეგობარი, ჩემი თანამებრძოლი ლაშა ცანავა. თქვენ გახსოვთ რომ სანამ ცანავას დააკავებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე დაწერეს რომ ლევან ხაბეიშვილის თვის ციხის კარი გაიხსნა და ზუსტად იმ საღამოს მოიტაცა სუსმა ლაშა ცანავა და უნდა ესმოდეს საზოგადოებას რომ ბრალს რომელსაც ედავებიან თან თაღლითობის მცდელობას თაღლითობასაც არა სუსი არ აკავებს ამაზე ეს არ არის სუსის საქმე ეს არის პოლიციის საქმე თუმცა წაიყვანეს სუში და დღეს ლაშა ცანავამ ვაშკაცმა კაცმა რომელიც ვერ შეაშინეს ვერ დააშინეს ვერც ბევრი ფული რო დაუდეს და უთხრეს რომ იცით რა აი ხა რაღაცა კადრები გვაქვს ჩვენ შეკერილი და აირჩი ან 9 წელი ან ხაბეიშვილს უთვალთვალე ჩაწერე გვითხარი სად გადაადგილდება კამერა დაიბნიე და ზდიე შენს მეგობარს იმისთვის რომ მე ჩვენ ფოხანაშვილმა ჯეკამ დინარაძემ და კობახიძემ ხაბეიშვილი დავიჭიროთ მოვყვეთ როგორი ბრუტალურია და როგორ აპირებს რაღაცა რევოლუციის მოწყობას და სხვათა შორის მე მაგავე ხმაში ამღერებს გარკვეულ ოპოზიციონერებს ძალიან შეგეშალათ ძალიან ჩემს გვერდში თქვენნაირი შიშრები მხდლები და პროჭები არ არიან ჩემს გვერდით არიან საქართველოს პატრიოტები ვაშკაცი ბიჭები და არა ერთი და ასე თავაწეულმა და ღირსეულად ლაშა ცანავამ თავისით გააღო თავისი საკნის კარი. ცხადია მის ბრძოლას გავაგრძელებთ ჩვენ და ცხადია არავის არ ეშინია და მინდა მიმართო ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა შეხომ გიყვარს ესე პაპანიაწე საუბარი რაღაცა მოკრიმინალ ვითომ რომ ბიჭურ ხო მაგარი ბიჭი ხარ ხო დააყენე შენი ისენი რა ქვია ახალი ჯელი ისენი ქვეშაფსიები მოდი აბა შევერკინოთ თუ მაგარი ხარ ჩვენ ქართველი ხალხი და შენი რუსალკებით მოდი აბა თუ ერთი ადგილი გვაქვს დაგველოდე ბევრ დროს არ გთხოვთ აი 4 ოქტომბრამდე დაგველოდეთ 4 ოქტომბერს მივმართავ საზოგადოებას უმნიშვნელოვანესია არავინ არ დარჩეს სახში რაც უფრო მეტნი ვიქნებით მით უფრო მარტივად შვიდად დავამარცხებ და გაუშვებთ ამ ხელისუფლებას 4 ოქტომბერი არის გამარჯვების ქართველი ხალხის გამარჯვების თარიღი და რომ ეშინიათ ამ თარიღის უკვე ყველა კოჭებზე გეტყობათ ბიჭებო კოჭებზე ვერც ვერანაირ ბრალს ვერ შეთითხნით ვერც ციხის კარით ვერ დამემუქრები და მეცაც გეტყვით არ ვაპირებ არსად ციხეში წასვლას იქით ვეპატიჟები ფოხანაშვილის ჯეკას დინარაძეს სვეტლანას და კობახიძეს იმაში რა ქვია ციხეში იმიტომ რომ გაძარცვეს ქართველი ხალხი ბიძინა ხო გაქვს ერთი ადგილი ხო გჯერა საკუთარი რუსული გუნდის ხო და დაგველოდე შევერკინოთ 4-ში ლევან ცანავა პარტიას როსტრავდა 2024 წელს 50000 ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს აი ასეთი კრიმინალურად ნაშოვნი ფულით რომ ამარაგებდა პარტიას ამაზე რას გვეუბნები ლაშა ცანავა არის მეოჯახე ადამიანი რომელიც კეთილსინდისიერად უნდა გესმოდეთ რომ ის მუშაობდა დაცვაშიც ძღოლობას მოგიყვები პასუხი ხო გინდა ნათი მომის რამდენი ჩამეჭრები გონდა მოგიყვე გინდა რომ მოგიყვე კი კეთილსინდისიერი კაცია 2 შვილი ყავს დაცვასაც არ თაკილობდა, არც მძღოლობას არ თაკილობდა და სხვათა შორის ჩემთანაც აბსოლუტურად უანგაროთ იყო და უნდა გესმოდეთ ერთი რამ. ის 4 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში და ქონდა ანაზღაურება და თქვენ თუ გონიათ რომ ფოხანაშვილივით და კობახიძესავით ამ ფულს მე სახში მიაქვს კონკრეტულ ადამიანებს ძალიან ცდებით ლაშა ცანავა ჩემთან ხელფასის გამო არ იყო. ის იყო პარლამენტში მუშაობდა იმიტომ რომ პარლამენტში ტიტუშკები ვიღაცები რომ დამესხმებოდნენ თავს იქ ახლოს ყოფილიყო და ჩემი
უსაფრთხოება დაეცვა. ამიტომ ძალიან მარტივია. მას ჰქონდა 4 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი იმდენი, რომ თუნდაც ორჯერ 50,000 შეეწირა. ორი შვილის მამას, კი, რომელიც დამატებით ზღოლადაც მუშაობდა თქო, თავისუფალ დროს სხვათა შორის ბევრი პოლიციელი, ერთი წუთი, ჩვენი პარტია არის სახალხო პარტია, კი, ხალხი ლუკმას იღებს და ამ ფულს პარტიას წირავს, რომ რუსული ხელისუფლება გავისურვოთ, თქვენ ამას ვერასდროს ვერ გაიგებთ. კარგი, თუ სხვასაც ხომ აქვს კითხვა, თუ არ აქვს? კი ბატონო. მშვიდობიანი დამხობა, ფრაზა რომელიც გამოიყენეთ, არ არსებობს მსოფლიო პოლიტიკაში. ნათია, მშვიდობიანი დამხობა. ეხლა ნახე, მშვიდობიანი დამხობა. კი ბატონო, მშვიდობიანი დამხობა გულისხმობს შემდეგს, რაც მოხდა 2003 წელს საქართველოშივე და რაც მაგალითად მოხდა ჩვენ სამეზობლოში სომხეთში და გააკეთა ეს პაშინიანმა. აბსოლუტურად მშვიდობიანად. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია და გავაკეთებთ ამას. მშვიდობიანად აპირებ დამხობა. კი. კარგი და რაც მას შემდეგ გაგრძელდა ეს თქვენი მეტსახელიანი, რაღაცნაირად ცოტა აგრესიული გახდით და რა ხდება ხო ვერ ყვეთყვით, ანუ რატო არის ეს? იცით რა არის? მე კობახიძის მხრიდან. კი, მე ძალიან ბევრი დამაკნინებელი მომისმენია ჩემს ირგვლივ, ხო? მე თქვენგან ხო შეიძლება გითხრათ? ანიტა რატოა დამაკნინებელი? კაცო, როგორ შეიძლება? ლევანი ვარ ხაბეიშვილი და ეხლა შენ რო გითხრა რომ გოჩახარ ბერიძე მეთქი თუ რაღაცა რა ოი. დოკუმენტში გაფორმებული იყავით, როგორც კობახიძე ამბობს, მაგასაც გეტყვით, მოიტანოს ეს დოკუმენტი, მოიტანოს კაცო ეს დოკუმენტი და აჩვენოს საზოგადოებას თუ არა და მტყვანის დედაც მოუტყან, ასე გადაეცით კობახიძეს. რაო გითხრათ ახლა მე? ეს შოქში ჩავარდა სამთავრობო მედია ბოდიში. დღეს პროკურატურა რასაც ამტკიცებდა იყო რომ მტყვანზე გადმოვარდა სხვათა შორის ბოდიშით. პროკურატურა რასაც ამტკიცებდა ნათია, ვინერვიულებ ჩემი ძმაკაცი დაიჭირეს უსამართლოდ. ორი შვილის მამა ციხეში ჩააგდეთ, დილეგში ჩააგდეთ. ნერვიულობ, აბა გონია მეხალისება? ნერვიულობ. იმიტომ რომ ჩემი ძმაკაცი ციხეში ჩააგდეს. იმიტომ რომ მართალი კაცი გაუშვეს ციხეში, ეგ არის სანერვიულო თუ რამე რო დაეშავებინა? მოვჩით. მე გაგეცით მაგაზე აუმწურავი პასუხი. ბინადრობის უფლებას. გუშინ დინარაძემაც გააკეთა სხვათა შორის მსგავსი განცხადება, რომ აი ამ კავშირებს იყენებდა იქ თქვენს გახსენათ რომ ლევან ხაბეიშვილიც. ესა კი. უნდა ხალხო, უნდა გესმოდეთ. ეგ არის აბსოლუტური პროპაგანდა, რასაც თაღლითობასაც არ ედავებიან თქო. თაღლითობის მცდელობას, ხალხო. ეს არის პროპაგანდა, პოსტივი დაწერს, რომ ის თაღლითობას ედავებიან. თაღლითობის მცდელობას, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, ვერ მანახებთ. ერთი წუთი. მეორე. გავიხედოთ პროპაგანდის იქით. მაგალითად ადამიანი ჩუმად იღებულს პირობითად გეუბნები. სადმე პადვალში იყო და ჩუმად მალავდა და ისე ითვლიდა, რა ვის პარის წინ გარეთ დღისით ძისით, ესე ცხვირთან უთვლიდა ადამიანი ფულს და რა მოხდა ახლა თქვენ მანქანა რო გაყიდოთ უცებ და ფულის დათვლა დაიწყოთ პირობითად გეუბნებით. და გადაგიღოთ, ფული აიღო. ნახე ფული დათვალა. რა სიგიჟე, ეს არის აბსოლუტური პროპაგანდა. მეტი არაფერი არ არის ამ საქმეში. მეტიც და საბოლოო მიზანი რა იყო მოგიყევით? რაც მოყვა ლაშა სანავამ, ამას დიდი გამბედაობა და ვაშკაცობა უნდა, იმიტომ რომ ლაშა სანავას ჯანმრთელობას და სიცოცხლე შესაძლოა ციხეში დაემუქროს საფრთხე, იმიტომ რომ პირდაპირ ამხილა სუსი. გამოვიდეს ახლა ფოხანაშვილი და მოყვეს თუ ასე არ იყო და აჩვენონ კადრები, სად მიიყვანეს, რომელ საათზე მიიყვანეს, რატომ მიიყვანეს, ვინ ელაპარაკებოდა კაბინეტში, რას ელაპარაკებოდა და საერთოდ რა უნდოდა სუსის შენობაში. ეგეც მოუყევი რომ არ არის კითხეთ იურისტებს. ამ მუხლით და ამ ასე ვთქვათ დანაშაულზე სუსი ამას არ იძიებს და არ იჭერს ადამიანებს. ეგ არის პოლიციის საქმე. რატომ სუსი? იმიტომ რომ აი მოყვა ლაშა სანავამ რაც უნდათ მისგან.